იმას, რასაც ივანაშვილი მდინარაძეს უკეთებს, ეს ყველა კოცისთვის მაგალითი უნდა იყოს. ნახეთ, როგორ ასაზიზღრებს და აბანძებს ამხელა გენერალ კაცს. არადა, წარმოიდგინეთ, რამდენიმე თვეში კაცი პუსტა-პუსტადან გახდა გენერალი. დანიშნეს სუსის უფროსად, დააჭერინეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ჯუა ბურჭულაძე და ასე შემდეგ, ანუ გამოიყენეს. მერე რამდენიმე თვისანი სულ ამ სამსახურისგან სუსში გამოაპანღურეს იქიდან. დანიშნეს რაღაც სახელმწიფო მინისტრად, ვითომ ძალოვნების კურატორად 3 თვე არ გავიდა, იქიდანაც გამოაპანღურა ბორიამ და ახლა დანიშნა სოფლის გამგებლების მწყემსად, რაც სახელმწიფო მინისტრად რეგიონული საკითხებისთვის. აი ეს ყველაფერი მოიცავს არასრულ ერთ წელიწადს. კაცი აიყვანა უმაღლეს საფეხურზე, აგრძნობინა რომ აი შენ ახარ, მიდი მამუ, აუ, გენერალისიმუს და ეხლა ჩამოაგდო ტლაპოში. და თუ არ დაიჭირა მხოლოდ იმიტომ რომ ჯერჯერობით არ უნდა კობახიძესთან ერთად მიუსვას ღარიბაშვილს და ლილუაშვილს გვერდით. აი კოცებო, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის მაგალითი თუ არ ყოფნით, აგერ თქვენი მამუ იხილეთ. რა უქნა? იმაზე მეტად გაასაზიზრა, ვიდრე ეს მამუს მიერ შექმნილი ეს რაღაც ახალი თალიბანი უკა რო იყო და კომკავშირი თუ რა ვიცი, მსხედრიონი, ყურმოღუნული ხალხი რო დასწო ერთ დღეში რო იმუქრებოდნენ და ერთ დღეში რო გაბანძდნენ და გაიქცნენ, თავს ვერ ყოფენ სირცხვილით გარეთ და ყვირიან გვიშურეთ გვაბულინგებენ და დაგცინიანო. აი ეს ტრიალებს კოცბოსელში. და მერე კიდე ვინმეს კითხვა უნდა გაუჩნდეს იმაზე, რომ ესენი ძლიერდებიან და ესენი ხალხს ატერორებენ და რაღაცა. აი ესეთი გაბანძებულები არიან და სიმწრისგან, ისტერიკისგან რაღაცეებს აკეთებენ და Facebook პოსტებისთვის იჭერენ ხალხს და რა? ამით მათი სიბანძე იცვლება რამითი? ამით ხალხის პროტესტი მცირდება? ამით მათ ძლიერება ემატებათ? არა. ჩამორეცხვის პირას დგანან. უბრალოდ აქეთ არის საჭირო ერთობა და ტვინით მოქმედება და არა, რა ვიცი, ახლა აღარ მინდა კიდე დავიწყო ერთმანეთის ჭამა და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ციხეში გამოკეთებული ის ტრიბუნა სპეციალურად იმისათვის რომ აგინოს ოპოზიციას და ჩარეცხოს ოპოზიცია. რა ვიცი, ამას თუ ვერ ხვდებით ნაცებო ამხელა უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრიბუნას რომ აძლევენ და ამ ვიდეოებს ავრცელებინებენ, განსხვავებით სხვა პატიმრებისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აკეთებს კოცებისთვის სასარგებლო საქმეს. ამაზე ადვილი რა არის, რომ გაიაზროთ. ადვოკატის იმიდან აკეთებს, რა ქვია, ლეპტოპიდან იღებს. ადვოკატის ლეპტოპიდან არ იღებს თუ გამიშნელობა აქ საიდან იღებს. სხვას რატომ არ აძლევენ სხვის ადვოკატს, რომ მათი ლეპტოპიდან გადაიღოს პატიმარმა და პირდაპირ მიმართვები გააკეთოს ციხიდან. რა ვიცი. მოკლედ ოპოზიციას მოუწოდებ ჭკუისაკენ. ძალიან სუსტი არის. ძალიან გაუბედურებული არის ქართული ოცნება შიგნითაც ქვეყნის, შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც, მოდის და მოდის იმხელა სარები და ჭიტლაყები დასავლეთიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, რომ არ ვიცი. ვერც კი წარმოგვედგინა აქამდე და გამოვიყენოთ ეს, ამისათვის საჭიროა შეწყდეს ერთმანეთის ლანძღვაგინება, შეწყდეს ვიღაცეების ამბიციების ფრიალი იქ, ვითომ ყველაზე დიდი ჭუჭუ აქვს, არა აქვს ყველაზე დიდი ჭუჭუ და იცის ეს მთელმა საქართველომ და არ გამოვა ერთი კაცისგან მთელი ოპოზიციის ლიდერი და ბელადი. მორჩა, დაივიწყეთ ეგ. საჭირო ერთობლივი მოქმედება, ერთიანი ფრონტი. ამას მოგიწოდებთ და პლუს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საერთო ენის გამონახვა, რომ იყოს ერთად ცალკე პარტიული და საზოგადოებრივი მდგენელი. ერთიანი ფრონტის შექმნა საჭირო, შეიგნეთ დრო ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შემოდგომისთვის და ყველას მოგიწოდებთ საამისოდ იზრუნოთ. გავრცელეთ ეს ვიდეო ყველამ ნახოს.